ბრიტანელმა ჟურნალისტებმა გიორგი მამარდაშვილი გააკრიტიკეს. უსმან დემბელეს ჰეტრიკი მუნდიალზე მან გოლი კვარაცხელიას სტილში აღნიშნა და ეს უკვე მეორე შემთხვევაა მსოფლიო ჩემპიონატზე. რაც ნიშნავს კვარაცხელიას ეს ჟესტი. მესი მისევ გაიტანა. არგენტინელი შეუჩერებელია. რონალდუ კი ძალიან ცუდ დღეშია. აუცილებლად მოიწონე ვიდეო და გამოიწერე არხი. ჩვენი მიზანია 1000 მოწონებაზე ავიდეთ. უკვე მეორედ მსოფლიო ჩემპიონატზე ვხედავთ კვარაცხელიას აღნიშვნას. მსოფლიო გულგატეხილია რომ კვარა და საქართველოს ნაკრები ამ ტურნირს გამოტოვებს. მაიკლ ჯორდანი, მაიკლ ჯექსონი, კრისტიანო რონალდუ ამ სამ აიკონიკ პიროვნებას ისაკავშირებს, რომ სამივეს ვიცნობთ სილუეტითაც კი. მაიკლ ჯექსონის ცეკვა, რონალდუს ჯარიმის დარტყმის სტილი, ჯორდანის ნახტომი, რომელიც ლოგოზეცაა ასახული და ბევრს ხშირად სწორედ ეგ ფეხსაცმელი გვაცვია. ეს არის სტატუსი, რომლის მოპოვების გზაზე ხვიჩა კვარაცხელიაა. მან ამ დროში უამრავი ტიტული მოიგო გუნდებში, რომლებიც ვერ იგებდნენ. მან უკვე გადალახა მომენტი და იყო პერიოდი, რომელშიც ყველამ მასზე ხელი ჩაიქნია და ამბობდნენ, რომ ვეღარ იტანს. ყველას გვახსოვს ნაპოლიში ეგ მომენტი, როდესაც უგოლო სერია ჰქონდა. და ის უკვე ჩამოყალიბებული, სერიოზული, ტიტულოვანი ფეხბურთელია, რომელსაც გავლენა აქვს სხვა ფეხბურთელებზე და ზოგადად ამ სპორტზე. აქვს თავისი აღნიშვნა. რა თქმა უნდა, ინსპირირდა იგივე რონალდუთი და სხვა ჩამოთვლილებით, მაგრამ სხვანაირად არც გამოდის. ყველანი ვიღებთ ინსპირაციას ვიღაცისგან. კვარაცხელია იქაა, სადაც არის, რადგან სწამს და სხვებზე მეც ფიქრობს. მას ასეთ მომენტებზეც ნაფიქრი აქვს და ეს ძალიან მაგარია. მსოფლიო ჩემპიონატზე მესამე ტურის შეხვედრები გაიმართა. საფრანგეთის ნაკრებმა მთავარ კონკურენტ ნორვეგიას 4-1 მოუგო. სკანდინავიელებმა მარცხზე ხელი თავიდანვე მოაწერეს და სათამაშოდ მეორე შემადგენლობით გავიდნენ. პირველი ტაიმი უსმან დემბელეს ბენეფისად იქცა, რომელმაც ჰეტრიკი შეასრულა. კილიან მბაპემ ორი საგოლე გადაცემა შეასრულა. ნორვეგიელებმა ერთი გოლით უპასუხეს. აღსანიშნავია, რომ დემბელემ მესამე გოლი ხვიჩა კვარაცხელიას სტილში აღნიშნა. დემბელეს ეს ჟესტი ქართველ შემტევს შეუმჩნევლად არ დარჩენია და ფრანგის აღნიშვნას ხვიჩა სოციალურ ქსელში ამ სტორით გამოეხმაურა. შეგახსენებთ, რომ შანსი გაქვთ მოიგოთ 2000 ლარიანი კომპიუტერი და ფულადი პრიზები. დღეს უკვე იწყება მსოფლიო ჩემპიონატის პლეი-ოფები. შექმენი შენი გუნდი Golden Goal-ში. აირჩიეთ 15 ვარსკვლავი და უყურე ფეხბურთს მეტი ინტერესით. მონაწილეობის საფასურია $5. ნუ ხარ უბრალოდ მაყურებელი. მიიღე მონაწილეობა და მოიგე პრიზები. უკვე 180-ზე მეტი ადამიანი დარეგისტრირდა. საიტის ლინკი კომენტარებში და აღწერაში იქნება. მსოფლიო ჩემპიონატზე ჯეი ჯგუფის ბოლო ტურის მაჩები გაიმართა. არგენტინამ იორდანიას 3-1 მოუგო და ქულათა მაქსიმუმი დააგროვა. ლიონელ სკალონის გუნდი გადახალისებული შემადგენლობით თამაშის მიუხედავად მეტოქეს მაინც მარტივად გაუმკლავდა და ტაიმი 2-0 მოიგეს. გოლები ჯოვანი ლო ჩელსომ და ლაუტარო მარტინესმა გაიტანეს. მეორე ტაიმში მოედანზე ლეო მესიც გამოჩნდა, რომელიც როგორც დაანონსებული იყო, თადარიგში იმყოფებოდა. 55 წუთზე მუსა ალტამარი მანგარიშის სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა. შეხვედრას წერტილი მე-80 წუთზე ლეო მესიმ დაუსვა, რომელმაც ამჯერად ჯარიმა გაიტანა. ეს 39 წლის ლეოსთვის ამ მუნდიალზე მე-6 გოლი იყო. ზოგადად მსოფლიო ჩემპიონატებზე მას უკვე 19 ბურთი აქვს გატანილი და ბოლოს 7 შეხვედრაში თავის გამოჩენა ყოველჯერზე მოახერხა. არგენტინელები მე-16 ფინალში კაბო-ვერდეს დაუპირისპირდებიან. მატჩი მაიამიში 4 ივლისს გაიმართება. არგენტინა ჯგუფიდან პირველ ადგილზე გავიდა და ახლა განახდებული აქვს საკმაოდ მარტივი გზა ფინალამდე. როდესაც ამ დროს პორტუგალიამ კოლუმბიასთან ფრე გააგორა და კრისტიანო რონალდუს და მის გუნდს ძალიან რთული გზის გავლა მოუწევთ. ლოს კაფეტეროსმა მთელი მატჩი დამაჯერებლად ჩაატარა და საერთო ჯამში ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტს ყველა კომპონენტში აჯობა. თუმცა გოლის გატანამდე ყოველჯერზე მცირედი აკლდებოდათ. კოლუმბიელებმა განსაკუთრებული უპირატესობა მეორე ტაიმში მოიპოვეს, როცა მეტოქეს კარში 4 მცდელობიდან არც ერთი არ დაარტყმევინეს. თავად კი 12 დარტყმიდან 3 ზუსტი ჰქონდათ. ერთი აშკარა საგოლე იყო. საბოლოო ჯამში ნანახი მაჩების მიხედვით ჯგუფში ყველაფერი ლოგიკურად დასრულდა. კოლუმბია საუკეთესო იყო და პირველი პოზიცია დაიკავა. პორტუგალია მეორეზე გავიდა. კონგოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ კი თავისი ისტორიული შანსი გამოიყენა და უზბეკეთს 3-1 მოუგო, რის შემდეგაც მე-16 ფინალში თამაშის უფლება მიიღო, სადაც მისი მეტოქე ინგლისი იქნება. რაც შეეხება კოლუმბიასა და პორტუგალიას
პორტუგალიას სამხრეთ ამერიკელები განას შეხვდებიან, ევროპელების მეტოქე კი ხორვატია იქნება. ბრიტანელმა ჟურნალისტმა დევიდ ლინჩმა პოდკასტ Born and Redში ლივერპულის ქართველ მეკარეზე გიორგი მამარდაშვილზე ისაუბრა. მისი ინფორმაციით ალისონ ბეკერი ემფილდზე კიდევ ერთი წლით დარჩება. მამარდაშვილმა კი ამ სეზონში საკუთარი თავის საუკეთესოდ უნდა წარმოაჩინოს. წინა სეზონში გიორგიმ მართლაც ძალიან ბევრი კრიტიკა მიიღო. იმასთან დაკავშირებით, რომ არასაკმარისად კვალიფიცირებული მეკარეა ლივერპულისთვის და არასაკმარისად კარგი იმისთვის, რომ ალისონ ბეკერი შეცვალოს, რასაც მე პირადად არ ვეთანხმები. ალისონ ბეკერის და გიორგი მამარდაშვილიც ორივე დიდი კლასის მეკარეები არიან. უბრალოდ აქ არის ერთი დეტალი, რომ ალისონ ბეკერი გაშინაურებულია და ის თავის სახლში თამაშობს. მამარდაშვილს კი ცოტათი ადაპტაცია გაუჭირდა. ნახოთ რა კომენტარს აკეთებს ბრიტანელი ჟურნალისტი. თავდაპირველად მამარდაშვილი ალისონის მემკვიდრედ მოიაზრებოდა, თუმცა არავინ გახდის მას პირველ ნომრად. მხოლოდ იმის საფუძველზე, რომ კლუბმა ის 2 წლის წინ სწორედ ამ განზრახვით იყიდა. მამარდაშვილმა პირველი მეკარის სტატუსი უნდა დაიმსახუროს. ფიქრობ გასულ სეზონში მას როგორც კარგი, ისე ცუდი პერიოდები ჰქონდა. ამ დროის მონაცემებით ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ ალისონი კიდევ ერთი სეზონით დარჩება. ამიტომ მამარდაშვილმა ახლა თავი უნდა გამოიჩინოს. ლივერპული მუდმივად აკვირდება სხვა მეკარეებს და თუ მამარდაშვილი მომდევნო 12 თვეში კარგად წარმოაჩენს თავს, მას ექნება შანსი პირველი ნომერი გახდეს. თუმცა ამისთვის საჭიროა, რომ მან გასულ სეზონთან შედარებით წინ გადადგას ნაბიჯი. ერთის მხრივ ეს მამარდაშვილზე ზეწოლას ზრდის, მეორეს მხრივ კი უდიდესი შესაძლებლობაა. შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში მამარდაშვილმა წითლების მაისურით 20 მატჩი ჩაატარა, 34 გოლი გაუშვა. კარის მშრალად შენახვა კი მხოლოდ 3-ჯერ შეძლო. ალისონ ბეკერის მიმართ ინტერესს ტურინის იუვენტუსი იჩენს, თუმცა როგორც ჩანს, ლივერპული ბრაზილიელის გაყიდვას არ აპირებს. ალისონის კონტრაქტი მერსესაიდულ კლუბთან 2027 წლამდეა გათვლილი. დაწერეთ კომენტარებში თქვენი აზრები ამ თემასთან დაკავშირებით. შეძლებს თუ არა გიორგი მამარდაშვილი მომდევნო სეზონში გახდეს ლივერპულის პირველი და მთავარი მეკარე. დღევანდელი ვიდეო კი დასასრულს მიუახლოვდა, იმედია მოგეწონათ. ასეთ შემთხვევაში არ დაიზაროთ და არ დაგავიწყდეთ ვიდეოს დალაიქება და არხის გამოწერა. მომავალ შეხვედრამდე და აბა, წარმატებები.